სანქციები არც გაფრთხილება, მხოლოდ პრევენციული ზომები ევროკავშირის მხრიდან. ასეთი პასუხი აქვს დღეს Black-Sea Petroleum-ის ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მმართველი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა სანქციების 21 პაკეტი დაამტკიცა, რომელშიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შეიყვანა, ჩვენ ბუნებრივია კითხვები გვქონდა სწორედ კომპანიასთან. ვახტანგ ჩახნაშვილი, რომელიც არის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ამბობს, რომ მათ გაავრცელეს უკვე განცხადება და აგვისტოს ბოლოდან, სექტემბრიდან შეწყვეტენ რუსული ნავთობის გადამამუშავებას და მათი მიზანია, რომ ევროპულ ბაზრებზე გავიდნენ. ჩვენ ბუნებრივია ვკითხეთ, რომელი ქვეყნების ნავთობის გადამუშავებას აპირებენ, რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სწორედ რუსული ნავთობით იყო დაკავებული. ჩახნაშვილისგან ამ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია. Black-Sea Petroleum-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ბუნებრივია ვკითხეთ, რომ თუ არ არსებობს მტკიცებულებები, როგორ შეიძლება აღმოჩენილიყო ქარხანა ევროკავშირის სასანქციო სიაში და პაკეტში. ჩახნაშვილი ამტკიცებს, რომ ეს არ არის რეალურად სანქციები და ევროკავშირი უბრალოდ ცდილობს, რომ მაქსიმალურად შეამციროს რუსული ნავთობის საშუალებით რუსეთისთვის ფულის შოვნა. რას აპირებთ, შეწყვეტთ რუსული ნავთობის გადამუშავებას? ამის შესაძლოა განაცხადი გავაკეთეთ ევროპის ბაზრებზე გასვლას და ისედაც მოწინებით. ანუ შეწყვეტთ რუსული ნავთობის გადამუშავებას სრულად? არა რუსული ნავთობი. რა თქმა უნდა, დაკონტრაქტებული რაც არის იმის იქეთ სადღაც სექტემბრის დასაწყისიდან აგვისტოს ბოლოდან უკვე აღარ გაგონდა. არ არსებობს სანქცირებული ნავთობი შემოგვეტანა, ჩვენ აუცილებლად დაგვასანქცირებთ. აბა როგორ აღმოჩნდა თქვენი კომპანია 21 პაკეტში სანქციების ტყუილად ხომ არ მიიღებდა ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას? ევროკავშირი პრევენციულ ღონისძიებებს იღებს ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიმართ და ამით აქტიურად ცდილობენ, რომ რუსული ნავთობის რეალიზაცია შეიცვლოს. მათ ხომ ექნებოდათ ბატონო ვახტანგ მტკიცებულებები, ამას გეკითხებით მე? რომ ქონოდა მტკიცებულებები, აუცილებლად დაგვასანქცირებთ. ეს არ არის სანქცია. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რომ ქარხნებმა შეიძინოს რუსული ნავთობი. ანუ ბოლო გაფრთხილება მოგცეს ბატონო ვახტანგ? ისიც რაში შესაძლოა ეს არის გაფრთხილება არ არის. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რომელსაც მიმართა ევროკავშირი. ეს მათი საქმეა, მათ კითხეთ. ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ახლავს პირობა სანქციები ამოქმედდება ტრანზაქციების აკრძალვა 6 თვის შემდეგ იმ შემთხვევაში თუ ქარხანა არ შეწყვეტს რუსული ნავთობის გადამუშავებას. დღეს ქართული ოცნება კერძო კომპანიაზე აქცენტების გადატანის რეჟიმშია. ივანიშვილის გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ არაფერი შეუმჩნევიათ საეჭვო Black-Sea Petroleum-ის საქმიანობაში და თუ ევროკავშირი შარზე არ არის, ეს არის ციტატა ოცნების ერთ-ერთი წევრის, მაშინ არ უნდა მიიღოს ეს სანქციები. არადა საეჭვო გემების სიაც მრავლად არსებობს და საეჭვო ქმედებებიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. საერთაშორისო მედიაც კი ოქტომბრიდან მოყოლებული აქტიურად წერდა ყულევში, ყულევის ტერმინალში საეჭვო გემების შესვლაზე. ოქტომბრიდან იწყება სწორედ ეს ყველაფერი, როდესაც კომპანია რუსნეფტის ნავთობი შემოვიდა ყულევში კაისერის საშუალებით და ეს იყო ტანკერი, რომელიც საქართველოში შემოსვლიდან 3 კვირაში ზუსტად ევროკავშირმა მოაქცია სანქციების შემდეგ. ამის შემდეგ იყო რამდენიმე საეჭვო ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი, ასევე ნოსტოსი, რომელიც ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად არის მიჩნეული და 40,000 ტონა ნავთობი ჩამოცალა ყულევში და რომელი რუსული კომპანიის ტვირთი შემოიტანა, ამას შემოსავლების სამსახური არ ამბობს. ასევე იყო უკრაინის მიერ სანქცირებული სილვარი, ამიტომ ოცნებას მრავლად შეუძლია ჰქონდეს საეჭვო გარემოებები, რომლის გამოც უნდა დაინტერესებულიყო ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საქმიანობით.
მენეჯმენტში ვერ ვერევით, მაგრამ ის რომ სანქციების გვერდის ავლით, სანქციების კი არა დასანქცირებული ტვირთის მოძრაობა არ უნდა ხდებოდეს არც ერთ კომპანიაში, ამას პასუხისგებლობას ამ კონკრეტულ ნაწილში ჩვენ ვერევით და ჩვენ ამ კონკრეტულ ნაწილში ვახდენთ მხოლოდ ზედამხედველობას. მსგავსი რამე რომ შეიმჩნეოდეს, დამიჯერეთ რომ ევროკავშირამდე ჩვენ გვექნებოდა რეაგირება და არაერთი შემთხვევა ყოფილა მსგავსი და რადგან არ შეიმჩნევა, შესაბამისად რეაგირებაც არ გვაქვს და ზუსტად არგუმენტირებული პასუხი ექნება და კომპეტენტური დასაბუთებული შესაბამის კომპანიას ევროკავშირთან და ხა თუ შარժზე არ არის ევროკავშირი და ისევ რაღაც ხელის გადაგრეხვის პრინციპით არ იმოქმედებს, ჩვენ არ შეგვიმჩნევა, რომ შეგვემჩნევია, ყოველ შემთხვევაში მე რა ინფორმაციაც მაქვს. ანუ მსგავსი ჩვენ არაფერი შეგვიმჩნევია, თორე აუცილებლად იქნებოდა რეაგირება ევროკავშირამდე, იქნებოდა ჩვენი სანქციები ზუსტად და სისხლის სამართლის პასუხისგებლობაში მიეცემოდა არაერთი პირი. რადგანაც ქართული ოცნება პასუხისმგებლობის მოხსნის რეჟიმშია, ოპოზიცია ივანიშვილის გუნდს ახსენებს ირაკლი კობახიძის ჯერ კიდევ მარტში გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ არც პორტი, არც ქარხანა და ტერმინალი ყულევში არ გამოიყენებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს ხდებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში მოხვდა ყულევის პორტი და მაშინ კონკრეტული დათქმებით და პირობების გაცემის შემდეგ გამოიღეს ყულევის პორტი სანქციების სიიდან, თუმცა რამდენიმე თვეში უკვე 21 პაკეტში აღმოჩნდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არ არის ერთი ქარხნის საქმე, არამედ ქვეყნისთვის, მისი რეპუტაციისთვის და ეკონომიკისთვის დიდი ზიანი. ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის სანქცირება არის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური სიგნალი და განაჩენი ქართული ოცნების რეჟიმისთვის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც არა ცალკეული ევროპული სახელმწიფო, არამედ სრულად ევროპული კავშირი აწესებს სანქციას ქართული ერთეულის მიმართ. ეს არის სამწუხარო და შავი მომენტი ჩვენს ისტორიაში. ეს არ არის ერთი კომპანიის ან ერთი ქარხნის საკითხი. ეს არის საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის, ევროპული კურსისა და ეროვნული ინტერესების საკითხი. როდესაც საქართველოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურა ევროკავშირის სანქციების დღის წესრიგში ხვდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ოფიციალურად არის მიჩნეული როგორც რუსეთის ომის ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი. პრინციპში ყულევს ამ შემთხვევაში აი ამ სანქციების პაკეტშიც კი ჩაუწერეს რაღაცა ვადა 6 თვე. ხოლო ამის შემდეგ შეეზღუდებათ მათ ტრანზაქციები და ჯერ კიდევ აქვთ რომ გამოასწორონ ეს ყველაფერი. ის ფული, რომელიც ამ შემთხვევაში თეთრდება და მიდის მათ შორის ქართული ოცნების და ქართული ოცნებასთან აფილირებული ხალხის ჯიბეებში, არის იმდენად მნიშვნელოვანი ივანიშვილისთვის, რომ აი ამ ტიპის რისკებიც შეიძლება წავიდეს. ყველა ასეთი გადაწყვეტილება პირველ რიგში ურთავს ქვეყნის რეპუტაციას და ქვეყნის იმიჯს. დრო ეხლა მუშაობს ჩვენ საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ როდესაც დადგება ჯერი ქვეყნის გადაწყობის, ის ზიანი, რომელიც შესაძლოა იმ მომენტში ჩვენ გქონდეს საზიაროთ ყველას, იქნება იმდენად დიდი, რომ მისი დაძლევა ასე ერთი ხელის მოსმით არ იქნება შესაძლებელი. აი სწორედ ყულევის დასანქცირება, ეხლა არაფერს ვამბობ ყადაღებულ თემებზე იმ კოლცენტრების, არის კიდევ ერთი სიგნალი, რომ აცდენილი ვართ ნორმალურ განვითარებას, აცდენილი ვართ ცივილურ სამყაროს. კიდევ ერთი შეხსენება არის ყოველი ქართველისათვის სადვიმყოფებით და რა დღეში ვართ. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტი დამტკიცებულია. აქ ხდება ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დათქმით, რომ ტრანზაქციები აეკრძალება თუ არ შეასრულებს პირობებს და რუსეთთან ნავთობით ვაჭრობას და რუსული ნავთობის გადამუშავებას გააგრძელებს და აქვე ამავე სიაში მოხვდა 4 კომპანია, კრიპტოკომპანია, რომლებიც საქართველოში არიან რეგისტრირებული.